ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა იმის გააზრება, როგორ ვითარდება სექტორი, რა გამოწვევები და შესაძლებლობები დგას ქვეყნის წინაშე და რა არის საჭირო ტურისტული პოტენციალის სრულად ასათვისებლად. დღევანდელი გადაცემის სტუმარია ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, როგორ გარდაექმნას იდეა წარმატებულ პროექტად ტურიზმის სფეროში. ვალერი ჩეხერიასთან, Sold Project-ის დამფუძნებელთან და დირექტორთან ვისაუბრებთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან სექტორზე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ვართ ჩვენი საუბარი მიმდინარეობს ცხელი ზაფხულის პირობებში, ხო? ანუ აქტიურად დატვირთული და რამდენადაც ტურისტული კომპანიების და მათ შორის სასტუმროების წარმომადგენლებთან მქონია საუბარი, საკმაოდ კარგი სურათი გვაქვს. თავდაპირველად თქვენი შეფასებით როგორი ტენდენცია გვაქვს, იმიტომ რომ წლის დასაწყისი მაინც და მაინც კარგი არ იყო. ეხლა რა სურათი გვაქვს? მადლობა, მივესალმებ მაყურებელს, გილოცავთ მე პირველად თქვენ ახალ სტუდიაში. მადლობა. იცით რა არის, ხო, დავიწყოთ იმით, რომ მეორე კვარტალი ძალიან კარგია და საკმაოდ აქტიურად დაიწყო ტურისტული სეზონი. შემიძლია ვთქვა, რომ რეგიონები ძალიან აქტიურად დაიტვირთა, რა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რეგიონალური სასტუმროები ყოველთვის ისეთი უფრო მოწყვლადი არის, ვიდრე დაუშვათ საქართველოში უფრო მეტი ბიზნესით ჩამოდის და ასე შემდეგ. ამიტომ თუ გადავხედეთ რეგიონულ სასტუმროებს, ძალიან აქტიურად არის ტურიზმი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა, რაც ძალიან გვახარებს, იმედია რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეხლა ხანს რამოდენიმე ახალი კვლევა დაიდო, გამოქვეყნდა კვლევა, რომელზეც თქვენ ესწრებოდით და საინტერესოა რა ძირითადი ასპექტები იყო ამ კვლევაში ასახული. კარგი პოზიტიური ნამდვილად მესიჯები იყო, იქიდან გამომდინარე რომ სადაც 2 მილიარდ ნახევრის ვარზე ვართ ასული უკვე შემოსავლების თვალსაზრისით, რაც დაგეგმილი, რაც იყო ტურიზმიდან შემოსავლები, იმასაც მოლოდინსაც ცოტა გაასწრო, აქედან გამომდინარე თუ ესე გაგრძელდა ტენდენციები, ზუსტად იმაზე რომ რაც იყო დაგეგმილი ტურიზმიდან შემოსავლების სადაც 4 მილიარდ ნახევრამდე წლის ბოლომდე ველოდებით ქვეყანა ელოდება. რა მთავარი ფაქტორები განაპირობა მაშინ აი ესეთი შედეგები? მთავარი ფაქტორები ის არის, ძალიან ბევრი ახალი მიმართულებით ფრენები დაემატა, რაც ძალიან დადებითი ფაქტორია ნამდვილად. რეალურად ყოველთვის ვიძახდით, რომ ქვეყანაში, სოფლიოში რაღაცა სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტურიზმი გამვითარდეს. ასაკვირველია ეს ისრაელის ირანთან მიმართებაში ეგრევე შეეწყო ქართულ საქართველოში ტურისტის რაოდენობას. ზოგადად ბათუმის მიმართულებით, როდესაც აქტიურად ჩამოდიან ისრაელიდან ტურისტები, ეგრევე დაეწყო, თუმცა ეხლა უფრო სტაბილური მდგომარეობა, ზაფხულის პერიოდია, ცხელი ზაფხულის პერიოდია და კიდევ ერთხელ ვიძახი, სწრაფად მოხდა რაღაცა დონეზე გალფის ქვეყნებიდან ჩანაცვლებაც, ახალი მიმართულებების გაცხადებაც ხდება, რაღაცა ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასთან დაკავშირებით, რაც დადებითი არის. თუმცა კიდევ ერთხელ ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენს ბევრი გამოწვევების წინაშე ვდგევართ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიმუშაოთ ინფრასტრუქტურის პროექტებზე ქვეყანაში, იმისათვის რომ ტურისტი კომფორტულად ჩავიდეს ბათუმში, თუნდაც გზის დამთავრება იმედია რომ მალე დასრულდება ეს საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის ნაწილი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ გვიხარია უამრავი ტურისტი, მიუხედავად იმისა რომ გვიხარია ძალიან ბევრი დამსვენებელი, შესაბამისად იმას მოყვება თავისი მინუსები, იმიტომ რომ ტრაფიკი და შეუძლებელია რომ არ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურის გარეშე და მათი სწორად მოწესრიგების გარეშე რამდენიც არ უნდა გვინდოდეს რომ ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, შეიძლება ერთხელ ჩამოვიდეს და მეორედ აღარ დაბრუნდეს. თვითონ ჯერ ბიზნესის ნაწილი და რომ შევხედოთ, რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი, რამდენად მზად შეხვდნენ სამასპინძლო სექტორის წარმომადგენლების, არესტორნო ბიზნესი, მთლიანობაში სასტუმრო ბიზნესი ამ საზაფხულო სეზონს და თქვენ ბოლო პერიოდში ჩვენ ხშირად ბევრჯერ გვინდოდა თქვენი მოწვევა, თუმცა აჭარის რეგიონში იყავით, იქ პროექტი გაქვთ, ამას ცალკე ვიკითხავ. რეალურად ბიზნესი რამდენად აქტიურია და რამდენად ხვდება რომ მათი სულ უფრო და უფრო მეტი აქტიურობის შედეგად შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მასშტაბები, განსაკუთრებით რეგიონებში, რომელიც როგორც თქვენ თქვით, მოწყვლადია შედარებით დედაქალაქთან შედარებით. იცი, ვერ შევხვდით კარგად, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ერთი მოლოდინი არ იყო რომ უცბად შეიძლება და ესეთი ბიზნესის მხრიდან ამის განცხადება აღიარებოდა. კი არა, ნამდვილად, იმიტომ რომ ესეც საღიარებელია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს ტენდენცია რომელიც იყო თუნდაც წინა წლის ბოლო პერიოდში
პერიოდი, პირველი კვარტალი არ იყო ის მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ესე უცბად კიდევ ახალი სეგმენტი წამოსულიყო და აქედან გამომდინარე უფრო მოდუნებული იყო ამ შემთხვევაში ვიტყვი ბიზნესი არ ნამდვილად კარგად ბევრად კარგი მომზადებული შეიძლებოდა რომ დახვედრო და ბიზნესი მომხმარებელს რაღაც ახალი პროდუქტებზე თუ არ მიმუშავეთ ახალ მიმართულებებზე იმ სოფლიო ტრენდებზე რომელზედაც დღესდღეობით ტურისტი მოყავს კონკურენცია უდიდესია რა სოფლიოში და ფასების თვალსაზრისით უდიდესი კონკურენცია არის ჩვენ მეზობლებთან თურქეთთან თუნდაც შედარებით ბულგარეთი რომელიც ძალიან აქტიურად თავაზობს რაღაცა გააქტიურებულია დიახ მონტენეგრო და ასე შემდეგ რა ალბანეთი წამოვიდა ბოლოს აბსოლუტურად და ფასების თვალსაზრისით ძალიან მსგავსი ჩვენ გალთის კვლევამაც აჩვენა ჩვენ აღარ ვართ იაფი დესტინაცია ტურისტული მიმართულების ჩვენ ვართ უფრო მეტად საშუალო სეგმენტზე გათვლილი ტურიზმი იმიტომ რომ ქვეყანაში რაღაც ეკონომიკის და ვალუტის ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარებამ გამოიწვია ის რომ შედარებით უფრო მაღალი ხარჯვა გაქვს დოლარში და ევროში. აქედან გამომდინარე აღარა ვართ ის ქვეყანა რომელიც შეიძლება განიხილოს დაუშვათ იაფასიან მოგზაურობ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე რახან ძვირი არის და არ არის იაფი მოდი ასე ვთქვა ძვირი არ ვიტყვი არ არის იაფი საქართველოში მოგზაურობა უშესაბამისი სერვისიც უნდა დავახვედროთ შესაბამისი პროდუქტიც უნდა დავახვედროთ. სად გვაქვს თავარი პრობლემა სერვისთან მიმართებაში? პირველი განთავსების ადგილები გვაქვს თუ არა საკმარისი დედაქალაქსა და რეგიონებში ეს ორი ცალსაკე სეგმენტია და განსაკუთრებით აჭარის ზოლში, იმიტომ რომ ეს სულ პრობლემა იყო აჭარის ცხელზე ზონზე, პრაქტიკულად მათ შორის ჩვენ როცა გვინდა ხოლმე რაღაც პირობითად სადღაც დასვენება, იქ ხარისხიანი განთავსების ადგილის პოვნა მარტივი არასდროს არ არის ივლის-აგვისტოში. აი რა არის მთავარი გამოწვევა დღეს რეალურად ამ სექტორისთვის? თუნდაც ბათუმის ახსენეთ, ხო? მთავარი გამოწვევა ის არის, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ ბათუმი არ არის დასასვენებელი ადგილი. ეს არის საქართველოში მეორე ყველაზე დიდი ქალაქი, ეს არის ესე უნდა ვაპოზიციონიროთ რა ეს არის მეორე რაღაცა მიზიდულობის ცენტრი უნდა გავხადოთ და იქიდან გამომდინარე რომ ზაფხულში დაუშვათ ძალიან სავსეა და არ ყოფნის ნომრების რაოდენობა ზამთარში ცოტა სხვა სურათს ვიღებთ აქედან გამომდინარე ამის ბალანსის პოვნა აქედან უნდა შევხედოთ რა ამის ბალანსი უნდა ვიპოვოთ იმიტომ რომ რაღაცა ახალი პროდუქტები მოვიზიდოთ რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოიზიდავს ტურისტს და მერე უკვე აქტიური იქნება როგორც ბიზნესიც და დაინახავს რომ კიდევ ერთხელ მოდის ტურისტი, მაშინ გოდი დავამატოთ ზაფხულის პერიოდში რაღაც ოთახების რაოდენობა, მოდი მოვემზადოთ უფრო მეტად. აქედან გამომდინარე, აი ეს გაგება. ვინ უნდა შესთავაზოს ეს ახალი პროდუქტები? აქ როგორია სახელმწიფოს როლი, როგორი უნდა იყოს კერძო სექტორის როლი და რატო ვერ ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ, თქვენი კოლეგებით, რატო ვერ ვთავაზოთ მაშინ აი ამ ახალ პროდუქტებს და რა უნდა იყოს ეს ახალი პროდუქტი? ანუ თქვენი გამოცდილებით საერთაშორისო ბაზაზე რა ტრენდები? მოდი ესე ვიტყვი, შეიძლება არ იცოდეს ბევრმა და არის რა ტენდენციები, რა ტრენდებია, არ უდევს პულს ახალს იმ ინვესტორმა, რომელიც სასტუმროში ინვესტიციას დებს. იმიტომ რომ იმას იცის, რომ დავუშვათ შეხედათ ციფრებს, საინტერესოა ციფრები ბიზნესისთვის და დავუშვათ გააკეთა ინვესტიცია. თუმცა მერე უკვე მენეჯმენტის დავუშვათ, ეს არის მენეჯმენტი, სასტუმროს მენეჯმენტის ფლობელების და სახელმწიფოს ურთიერთობა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთობლივად დავუშვათ ის ბიზნესები, როგორც არის თბილისში, რომელიც სასტუმროებიც არის, ან დავუშვათ ტურისტული განთავსების ობიექტები, რესტორნები და ასე შემდეგ. ერთობლივად უნდა დაინახონ, ერთობლივად უნდა თქვან, რომ იცი რა არის, მოდით ახალი გამოწვევებს უნდა დავხვდეთ, უნდა შევხვდეთ სახელმწიფომ დასაკვირველია მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ სწორი მარკეტინგი, სწორი ბაზრების აღმოჩენა, სწორი პროდუქტების შეთავაზება, როგორ შეიძლება რომ ამ რეგიონში რა არის, რა გვაქვს ყველაზე კარგი, რა პოტენციალი აქვს თითოეულ რეგიონს, თითოეულ ქალაქს, ამაზე მუშაობა, დასაკვირველია ერთობლივი ბიზნესის მუშაობა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე ძალიან დიდი ხანია არ მახსენდება, როდის დაიჭრა ბიზნესი ერთად, ტურისტის სფეროში ბიზნესი ერთად და ვთქვით, რომ მოდი რაღაცა ხო არ ვიმუშაოთ ერთობლივ რაღაცა ტრენდზე, რომელიც დავუშვათ დღეს სამწუხაროდ, ხო, დღეს მაგალითად რა უშლის მაშინ ბიზნეს ამ ნაწილში ხელს? ინიციატივა პირველ რიგში, ინიციატივა იმის დანახვა, რომ დავუშვათ რეალურად შეიძლება რომ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები და სტაბილურობა არის აუცილებლად ბიზნესისთვის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული სტაბილურობა იმისთვის, რომ ამ თემებზე დაიწყოს ფიქრი, ამ თემებზე დაიწყოს უფრო მეტად ფოკუსირების გაკეთება და მე ვიტყოდი, რომ აუცილებელია ეს ინიციატივები დაიწყოს თუნდაც სახელმწიფო ტურიზმის დეპარტამენტიდან რომ წამოვიდეს რაღაცა მსგავსი ინიციატივა, კარგი იქნება, რომ კიდევ ერთხელ სწრაფად
დავშდეთ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ რა ბაზრები მოდიან ჩვენთან, რა რითი შეგვიძლია ამ ბაზრებს უპასუხოთ, რა არის მათი ინტერესი და რითი შეიძლება რომ ჩვენი კულტურით დავაინტერესოთ რა. მაგალითად დავინახეთ კალთის კვლევიდან ძალიან კარგად ჩანს რომ ჩინეთის ბაზარს რა აინტერესებს, ინდოეთის ბაზარს თავიანთი გადახდების თავიანთი იცი არის აი ინდოეთის ბაზარი მაგალითად იყო კვლევაში ძალიან კარგად ჩანდა რომ არ არის მაღალგადამხდელუნარიანი რა. ჩვენ გვჭირდება მაღალგადამხდელუნარიანი ინდოეთიდან მოდის მხოლოდ ისეთი ივენთებისთვის აი ქორწილები არის ძალიან პოპულარული რომლებიც მაღალ თანხას იხდიან და საქართველოში ჩამოდიან შეუძლიათ რომ ჩამოდიან აი ამ მიმართულებაზე უნდა ვიმუშაოთ რომ მოვიწვიოთ ის მაღალგადამხდელიანი ტურისტი ინდოეთიდან თუნდაც როგორც მათ ინტერესი აქვს და რატომაც შეიძლება რომ გადაიხადონ მაღალი თანხა. მაგალითად განალის და სად ხარჯავენ რომელ პოსტერმინალებში ხარჯავენ ყველაზე მეტ გადახდას ახორციელებენ. ამის ანალიტიკაც იყო გაკეთებული და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზუსტად ამ მიმართულებებზე დავინახოთ ბიზნესმა შევხედოთ მათ ძალიან კარგი კვლევა იყო ჩვენთვის ხო დავინახოთ სად შეიძლება რომ ამ მიმართულებაზე ვიმუშაოთ. აზიურ ბაზარს აინტერესებს, ჩინურ ბაზარს აინტერესებს და უშუალოდ ევროპულ ბაზარს აინტერესებს. ახლა აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება რომ ლონდონის პირდაპირ ფრენის მერე დავინახეთ რომ ახალი სეგმენტი მოდის და ნამდვილად ბრიტანელი მოგზაური არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოგზაური ჩვენთვისაც, საქართველოსთვისაც და მსოფლიოსთვის იქიდან გამომდინარე რომ ისინი მოდიან როგორც ქვეყანაში რომელსაც კულტურაც აინტერესებს, რომლის გასტრონომია აინტერესებს, რომლის ღვინო აინტერესებს, რომლის ადამიანი აინტერესებს და სხვადასხვა მიმართულებით ჩამოდიან და არ აქვს მხოლოდ ის ინტერესი რომ მხოლოდ კაზინოში წავიდნენ ან დაუშვათ რაღაცა ღვინო დალიონ და ბევრად ფართო მიმართულებით უყურებენ. ამიტომ არის საინტერესო და კარგი ყოველთვის ევროპული ტურისტი და ამ მიმართულებაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. პირდაპირ ფრენები ფაქტია რომ აჩვენებს რომ ავტომატურად ზრდის ტურისტებს იმ ქვეყნიდან ასე რომ მეტი მიმართულებით თუმცა ჩვენც უნდა დავახედოთ შესაბამისი პროდუქტი და შესაბამისი პროდუქტი ფასთან შედარებით რასაც ისინი იღებენ. კი ბატონო, აი რა პროდუქტი უნდა იყოს მაგალითად ისეთი ან რა პროდუქტები რომელიც შეიძლება რომ საინტერესო აღმოჩნდეს თქვენი გამოცდილები და დაუშვათ ქართული ბიზნესი რამდენად მზად არის აი ამ ახალი პროდუქტების შესათავაზებლად. ხა არ მინდა რეკლამაში ჩამეთვალოს თუმცა ის ზუსტად ამიტომ მეც და ლევანიც რომ ვიყავით ყოველთვის რაღაცა ტრენდსეტერები, ტრენდმეიკერები რაღაც სიახლეს ვთავაზობდით ყოველთვის ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან ერთად მომხმარებელს ზუსტად ამ მიმართულებაზე მუშაობთ ჩვენი საკონსულტაციო, ზუსტად ხვდებით და პულსზე გვიდევს ხელი იმაზე რომ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრენდული. ეს არის საინტერესოა ერთია თქვენ რო გიდევთ, მაგრამ მოთხოვნა თუ არის კერძო სექტორიდან რომ აი ამ ტიპის საკონსულტაციო აი დღეს მაგალითად საქართველოში ჩვენ გვაქვს რაღაც საერთაშორისო პროექტები გვაქვს სადღაც 6 პროექტზე მუშაობთ ახლა ამ პერიოდისთვის და საქართველოშიც გვაქვს 3 პროექტი, ძალიან საინტერესო 4 პროექტი, უბრალოდ ძალიან საინტერესო პროექტი და ზუსტად იმიტომ არის ჩვენთან მოვიდნენ, ბევრს ვერ ავიღეთ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს პროექტი და ამიტომ თორემ მოთხოვნა იყო ნამდვილად ჩვენ ვერ ავიღეთ ეს მეტი პროექტი დამატებით დღეს საქართველოში, იმიტომ რომ რესურსულადაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავინახოთ, ეხლა ვიწყებთ მომავალ წელს იქნება გახსნილი თითქმის ყველა პროექტი. სასტუმროებზეა საუბარი. სასტუმროც, რესტორანიც, ის ახალი ტენდენციები, რომელიც კიდევ ერთხელ რომელ რეგიონებზე არის აქცენტი გაკეთებული თქვენ? თბილისში გვაქვს ძირითადად, თბილისის შემოგარენში და ბათუმში. დღეს და მომავალ წელს გაიხსნება ეს 4 ობიექტი? და ბათუმი აუცილებლად, სადაც ბათუმში იქნება კიდევ ერთი ახალი ძალიან ლამაზი, კარგი უფრო მაღალ სეგმენტზე გათვლილი რესტორანი, რაღაც ესეთ კლაბჰაუსით, ეზოთი და ძალიან ლამაზი ადგილი იქნება კიდევ ერთი ბათუმში და დანარჩენი არის თბილისი და თბილისის შემოგარენში, ახლო-მახლო ტერიტორიებზე თბილისის, რომელიც უფრო გამაჯანსაღებელ მიმართულებაზე გვაქვს აქცენტი აღებული, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც დღეს მოგზაურს ჭირდება. ეს არის ის, გვაქვს ამის პოტენციალი, იმიტომ თქვენ ბევრჯერ გისაუბრეთ ამ გამაჯანსაღებელ
მშრალი ტურიზმის ნაწილზე და რადგან უკვე რეალობაში ვცდილობთ ამის განხორციელებას, ხედავთ რომ არის ამ მიმართულებით პოტენციალი. რას ვახვედრებთ აქ, ესაა საინტერესო. იცით არის ჯერჯერობით ვერაფერს, ამიტომაც ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობთ, ზუსტად ეს არის ჩვენი მიმართულება. ვახვედრებთ შეიძლება მასაჟის ოთახებს სამწუხაროდ და ეს არ არის ის გამოჯანსაღებელი მიმართულება, რომელიც მათ აინტერესებთ. საუნა და დაუშვათ მასაჟი კარგია, ნამდვილად, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ამ wellness-ის და გამოჯანსაღებელი მიმართულებით, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და ზუსტად ამ მიმართულებზე მუშაობთ, რა შეიძლება საქართველოს პოტენციალი როგორ შეიძლება აი, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისში, მათ შორის ამ მიმართულებით ჩვენ მქონდა რამდენჯერმე ჩართვაც და სტუმრობაც და თითქოს ჩანს რომ ინტერესი არის, მაგრამ რატო ვერ მივდივარ წინ, რა გვიშლის ხელს ამ ნაწილში? საქართველოს არ პოზიციონირებს ჯერჯერობით ამ მიმართულებით რა. კიდევ ერთხელ, არა ვართ მზად ქვეყანა, არც ბიზნესი, არც ქვეყანა. აბსოლუტურად გვაკლია სტრატეგია, გვაკლია ბილიკები, გვაკლია ინფრასტრუქტურა, გვაკლია ბევრი მიმართულება, როგორ შემოვფარგლოთ საბალნეოლოგიო ზონებად, სხვადასხვა ტერიტორიები, ტყეები თუ რაღაცა ბუნებრივი ესენი მდინარეები თუ ტბები, ასე რომ გვაქვს ამის უდიდესი პოტენციალი. ეს არის დღესდღეობით, რაც ამერიკამ და ბრიტანეთმა ყველაზე მაღალ დონეზე აიყვანეს და ყველაზე მაღალი მოთხოვნა გააჩინეს. დღეს გუშინ გამოქვეყნდა ზუსტად კვლევა და სადღაც 11 მილიარდიანი ინვესტიციები იდება ზუსტად ამ მიმართულებით, 11 მილიარდზე მეტი ინვესტიცია იდება ზუსტად ამ მიმართულებით ამ ორ ქვეყანაში და ეს არის ის რაზედაც მომავალს თვლიან და წინასწარმეტყველებენ. ქართული ბიზნესი ხვდება რომ ამ მიმართულებას აქვს მომავალი. იცით რა არის კი და ჩვენ ზუსტად ამიტომ მუშაობთ. ჩვენი საკონსულტაციოთი ამ მიმართულებაზე ჩვენ გვაქვს კარგი ექსპერტიზა, ზუსტად ვიცით რა ტრენდებია და რახან მე მიკვეთავენ, რახან მე მთხოვენ რომ ზუსტად ამ მიმართულებით წავიდეთ და ჩვენი შეთავაზებაზე მომყვებიან, უფრო სწორად რაზედაც ჩვენ თავაზობთ, ჩვენი კომპანია თავაზობს, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ამის გაგება უკვე დაიწყო და საინტერესოა სახელმწიფოს მხრიდან რა ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი, თუნდაც ამ ნაწილის გასავითარებლად და იმისთვის, რომ ახალი ტიპის პროდუქტები შესთავაზოს და იმიტომ რომ მარკეტინგული კამპანიები თითქოს აქტიურად არის, დავდივართ გამოფენებზე ძალიან აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ, მაგრამ რამდენად რეალურად მე შედეგიანია, სწორედ ეს არის საინტერესო. იცით არის ყოველ წელს ახალი გამოწვევა გვაქვს ტურისტულ ბაზარში მსოფლიოში და ყოველ წელს ყველა ქვეყანა ფიქრობს რომ როგორ შეიძლება მოვიზიტოთ რაღაცა ახალი ვაჩვენოთ, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად არის გაზრდილი მსოფლიოში მომხმარებელი ტურისტული, ხო? ფრენების რაოდენობა არარეალურად გაზრდილი არის და კიდევ ერთხელ ვიცახი რა ბიზნეს უფრო მაღალი კლასის იმაზე არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი არის რა. მაგალითად არარეალური ფასები გახდა ევროპის საზაფხულო ან საზამთრო კურორტები დღესდღეობით. არარეალურ ფასებზე ავიდა, მაგალითად ისეთი საზღვაო კურორტები, როგორც არის მაგალითად საბერძნეთის ცნობილი კურორტები, ან ესპანეთის ცნობილი კურორტები, ან საფრანგეთის და უშად ან იტალიის, ავიღოთ მაგალითად იბიცა, კაპრი და უშად აი ესეთ ლაგჟერი კურორტებზე რა, რაღაცა ნომრის ფასი, აი ხა უყურებდი მაგალითად ერთ-ერთი სასტუმრო, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Six Senses მაგალითად რაღაცა ღამეში თავაზობდა 6000 ევროს ნომერზე. ანუ რეალურად არარეალურ ფასებამდე არის რა. ეს ამ სეგმენტის განაპირობებელი რა არის, რომ მოთხოვნა არის და რეალურად ლაგჟერი სეგმენტზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. კიდევ ერთხელ ვიცახი, რომელზედაც ესენი აკმაყოფილებენ. ჩვენ შეიძლება რომ გვაქვს იმის პოტენციალი რაღაცა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, გამართული სერვისებით, მოწესრიგებული პლაჟებით და რაღაცა პლაჟებზე მისადგომი თუნდაც თელ სანაპიროს თუ გადავხედავთ, ხო, შავი ზღვის, ჩვენ ნაწილის შავი ზღვის, არც ერთ ბათუმის პორტის ან პორტში თუ არ შეხვედი, კატერის ან ბოუთის მისადგომიც კი არ არის. არ არსებობს, რაც დღესდღეობით ყველაზე ტრენდულია, ხო, მსოფლიოში მიდიხარ ბოუთით, შეიძლება თურქეთიდან გადმოვიდნენ, შეიძლება შავი ზღვის სხვა იმიდან ქვეყნებიდან მოვიდნენ ბოუთით, თუმცა რომ მოაყენონ და გადმოვიდნენ მე რესტორანში მიირთვან არა გვაქვს. ხვდებით, აი ეს არის აი ამ მხრივარი გამორჩეული თურქეთის სანაპიროები, ისინი ძალიან აქტიურად გადადიან მაგალითად საბერძნეთის კუნძულებზე და შემდგომ, ანუ ტურისტი რომელიც არის პირობითად ბოდრუმში, ის ირგვლივ თუ რამე კუნძულია, იმასაც ნახულობ შესაბამისად. ჩვენც უკვე სანაპირო იმ დონეზე გვაქვს განვითარებული ზოლი, ხო, სანაპირო ზოლი, რომ ამის გარეშე კიდევ ერთხელ ვიცახი, თუ ესეთი ლაგჟერი ტურისტი არ მოიყვანე, ძალიან გაგვიჭირდება იმქიდან გამომდინარე, რომ ფასები საკმაოდ
მაღალია, თანამშრომლების შენახვა საკმაოდ ძვირი ჩდება დღეს, იმიტომ რომ ხელფასები არ არის დაბალი ნამდვილად ამ სეგმენტში, ამ ჩვენი სასტუმროების სეგმენტში, აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ ამ მიმართულებებზე, როგორ მოვიყვანოთ მაღალხარჯველიანი ტურისტი, როგორ უნდა მოვიყვანოთ ისე, რომ უნდა დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უნდა დავახვედროთ შესაბამისი სერვისი. შეუძლებელია ხარ დაგეთახოთ ამ ყველა შეფასებაში და ჩვენი საუბრის ბოლოს კადრების ნაწილს რომ შევეხოთ, პანდემიის დროს ტურისტულმა სექტორმა საკმაოდ მრავლად დაკარგეთ კვალიფიციური კადრი. დღეს როგორი სურათი გვაქვს ამ კუთხით, შეძელი თუ არა, თუნდაც ნაწილობრივ ამის დაბრუნება და მთლიანობაში რამდენად ხარისხიანად ვემსახურებით კადრების კუთხით ჩამოსულ ტურისტებს? იცით რა, ვერ შევწელით ნამდვილად, რეპუტაციულ დონეზე ვერ შევწელით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი რა, რეპუტაციულად იმდენად დარტყმა იყო ამათვის, რომ უკან დაჯერება, რომ შეიძლება ხვალ არ მოხდეს პანდემია, რაღაცა სხვა არ შეუშალოს, თუნდაც კიდევ ერთხელ, ხო, აი ვთქვით, რომ ისრაელში ომი დაიწყო თუ არა, სეგმენტურად გაჩერდა და შეიძლება უცბად გაჩერდეს, ბათუმში თუ გაჩერდა რაღაც 5 დღე, შეიძლება თანამშრომელი ვეღარც შეინახო, ხო, საბოლოო ჯამში. ამიტომ მსოფლიოში ეს არის, არ არის ეს მხოლოდ საქართველოს გამონაკლისი, ხო, მე რამოდენიმე პროექტი მაქვს ევროპაშიც და ამერიკაში გვაქვს ახლა ხსნით სასტუმროს სექტემბერში ახალი პროექტი გვაქვს. რომელ ქალაქში და რამდენად საინტერესოა ესეთი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს მაძლევს ზუსტად იმის დანახვის შესაძლებლობას, თუ რა ტრენდებია, რა ჭირდება, რა არის მსოფლიო მოგზაური და მე ამ სასტუმროების მომხმარებლის, ამ ბიზნეს პარტნიორების დაკავშირება ჩვენ ქვეყანასთან ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ რა ხავხსნით ქართული ჯგუფი, რაღაცა ქართული სერვისის ჯგუფი, რომელიც ვთავაზობთ, მე უკვე აინტერესებთ ვინ დგას ამის უკან, მე აინტერესებთ ამის ქვეყნის დათვალიერება, შეიძლება ამ სასტუმროების ერთმანეთთან დაკავშირება, ამიტომ ძალიან საინტერესოა რა. თუმცა ამიტომ იმის თქმა მინდა, რომ ეს არ დგას მხოლოდ საქართველოში, რა დაუშვათ დეფიციტი კადრების. ალბათ რაღაცა დონეზე ჩვენც მოგვიწევს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები მოვიწვიოთ ამ სერვისში და დაუშვათ იმუშაონ, არა მხოლოდ მაგალითად დღეს ტენდენცია არის, რომ ბევრი შეიძლება შემგზარეული სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდეს და აქ იმუშაოს როგორც მგზავრებმა მოიტანოს თავისი ნოუ-ჰაუ, მოიტანოს ახალი შეხედულება სამგზავრებლობაში, ხო? გენერალური მენეჯერები მაგალითად, რომლებიც უცხოელები არიან, უფრო დიდი დადგათ რომ მჯერა, როდესაც სამწუხაროდ არა მხოლოდ გენერალური მენეჯერები ან დაუშვათ შემგზავრებლები, რომელიც მაღალ პოზიციის ადამიანები არიან, არამედ სერვისის მიმართულებით თანამშრომლებით, დალაგების მიმართულებით თანამშრომლებიც შეიძლება დაგჭირდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვაც და აქ დასაქმება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის დღეს თანამედროვე მსოფლიო, ეს არის დღეს ის გამოწვევები, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოს უდგას და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი, როგორც ჩვენი ქვეყანა არა გამონაკლისი, აქედან გამომდინარე. თუმცა კიდევ ერთხელ რა, მაინც მეტი უნდა გავაკეთოთ. არ არის შესაბამისი კი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უნივერსიტეტია ჰოსპიტალიტის მიმართულებით ასწავლის, ბევრი სათანადო განათლება არ გვაქვს, კი ბატონო. მოკლე ხანში მიღებული სერვისის განათლება, სერვისის ამაღლებაზე ზრუნვა, მე უკვე დაუშვათ გადამზადებაზე ზრუნვა, არ არის იმ ხარისხის სკოლები, არ არის იმ ხარისხის სასწავლებლები სამწუხაროდ, რომელიც კიდევ ერთხელ ვიძახი რა, მუდმივ გადამზადებას, მუდმივ ყურადღებას მოითხოვს ეს სფერო რა. კი ბატონო, და ასევე აუცილებლად მინდა რომ კითხოთ, ვიდრე დავიწყებით მე თქვენ საუბარს, საუბრობდით, რომ აი რეგიონულად თანამშრომლობა რატო ვერ შედგა საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის. რამდენად გვაქვს პოტენციალი და რამდენად შეიძლება რომ, რადგან ჩვენ ყავს მეზობლად თურქეთი, რომელიც ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი კონკურენტია, არა მხოლოდ ჩვენც, არამედ ზოგადად მთელ მსოფლიოში ბევრი ქვეყნისთვის, ძალიან გააქტიურებულია საბერძნეთი, იგივე ბულგარეთი, ალბანეთი შემოვიდა ბოლო პერიოდში, მონტენეგრო. აი ამ ფონზე რამდენად შეიძლება რომ კავკასიურ მიმართულებაზე რაღაც აი ეს მაღალმხარჯველიანი ტურისტები, რომელს მოზიდვა ძალიან გვინდა, უფრო აქტიურად შეგვეძლოს მუშაობა. იცით არის, აი ჩვენ საუბრობდით, რომ მაგალითად მე სომხეთში მაქვს ერთი პროექტი, რომელიც რაღაცა მეღვინეობის მიმართულებით, რაღაცა ახალი კურორტის განვითარებაზე მუშაობთ, ჩვენი კომპანია ძალიან აქტიურად და იცი არის, ჩემთვისაც აღმოჩენა იყო სიმართლე რომ გითხრათ სომხეთი, იმიტომ რომ უდიდესი პოტენციალი გვაქვს, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიძლება რომ აი შორი მიმართულებიდან წამოსულ
გამოცული ტურისტი მოვიზიტოთ რა. ამერიკელი ჩამოვიდეს გადაჯდომით 15-16 საათი იფრინოს საქართველოში მარტო ერთი ქვეყნის სანახავად ძალიან რთულია ჩამოიყვანო. იმიტომ რომ პირდაპირ რეისები არ აქვს. მაგრამ თუ შესთავაზე 2-3 ქვეყნის ერთდროულად ნახვა, ან 2 ქვეყნის ერთდროულად ნახვა, მაშინ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს რომ შეგვიძლია რომ ესეთი შორი მიმართულების ტურისტი, რომელიც მაღალხარჯვიანი ტურისტია, რომელიც ლაგჟერი ტურისტია, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამვითარებს სერვისსაც, ბიზნესსაც და კიდევ უფრო მეტად ზრდის მოთხოვნას, ხო, უდიდესი ბაზარია, რომელიც აუთვისებელია ჩვენთვის. აი ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. მე ვხედავ რომ კიდევ ერთხელ ჩემი მიმართულებით, რასაც ვაკეთებ, საკონსულტაციო მიმართულებით, იმ ბიზნესებთან, იმ პარტნიორებთან ერთად, ამ ორი ქვეყნის დაკავშირებაზე აუცილებლად ვიმუშავებთ ჩვენი მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ რომ ამას ჭირდება უფრო მეტი ჩახედვა, სახელმწიფო დონეზე საუბარი, თუ მაგალითად ჩამოფრინდა თბილისში რომ შესაძლებელი ქონდეს, იმიტომ რომ როდესაც ერთ ქალაქში ჩაფრინდებიან ერთ ქვეყანაში და მეორე ქვეყანიდან მიფრინდა, ბილეთის ფასი უფრო ძვირია, მაგრამ თუ ჩვენ მოვილაპარაკებთ ამ ორი ქვეყანა მოვილაპარაკებით და დავუშვათ შევთავაზეთ პაკეტს თბილისში ჩამოსვლით, ექსკურსიით 4-5 დღით, მე 4-5 დღე სომხეთი და მე იქიდან გაფრენით, დავუშვათ რომ ისევ უკან აღარ მოუწიოს ჩამოსვლა. სახმელეთო საზღვარი გვაქვს, ხო, ულამაზესი ბუნება არის, იქით ამ ხარიდანაც რომ წამოხვიდე საზღვრის იქით ამ ხარიდანაც საქართველოშიც და საზღვრის მეორე ხარიდანაც ერევნამდე ჩასასვლელად ულამაზესი ბუნება, ამის დასათვალიერებლად სხვადასხვა კურორტებზე გასაჩერებლად, ხო? ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. მე იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებაზე ძალიან აქტიურად დავიწყებს სახელმწიფოც და ბიზნესიც ფიქს და იქნებ ერთობლივი შეთავაზებით ბევრად მეტი ტურისტი ჩამოიყვანოს. ძალიან დიდი მადლობა, ყოველთვის საინტერესო ხომ თქვენი სტუმრობა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლეთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში ვალერი ჩეხერია საუბრობდა.